გამარჯობა, გამარჯობა, ხოჩალადე დღეს მინდა ვისაუბრო ისეთ იშვიათ ენდოსკოპიურ კვლევაზე, რომელიც არა მარტო პაციენტებს, არამედ ექიმებსაც არ სმენიათ ხოლმე და თუ სმენიათ, თქვათ ის არიცან თუ საქართველოში ტარდება ასეთი კვლევა. ამ პირდაპირ სადამ კვლევას აღწერაზე გადავიდოდით, მინდა კიდევ ერთხელ გაგვევლო აი კუჭნაცლავის საქმის მონელებელი სისტემის ფუნქციონირება თუ როგორ ფუნქციონირებს, რომ უფრო ადვილად გავიგოთ ამ კვლევის დანიშნულება. ხო? და განმეორებაც არ გვაწყობს. პირველად საკვები, რომელსაც ჩვენ პირველ რიგში ხვდება, ჩადის საყლაპავში. საყლაპავიდან ეს მე გადადის უკვე ჩადის უკვე კუჭში. კუჭი გამოიმუშავებს მარილმჟავას, რომელთაც ხდება ამ საკვების დამუშავება, დაწევრიანება, დარბილება, ასე რომ ვთქვათ, ასევე კუჭს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისთვის რკინის ადვილად მონელებისთვის და ათვისებისთვის და B12 ვიტამინის ათვისებისთვისაც. ხო, შემდეგ ეს დაწევრიანებული, დარბილებული საკვები, მასები უკვე გადადის აი აქ 12 გოჯა ნაწლავში, სადაც ხდება მისი ძირითადი მონელება. და როგორ ხდება ეს, ხო? აქ ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი ჩვენი ორგანო, ღვიძლი, რომელიც არის ჩვენი ორგანიზმის ფილტრი, მიღებულ საკვებს, რასაც ვხებულობთ ხოლმე, ეს ძირითადად ტოქსინებს ღვიძლი ანეიტრალებს ხოლმე. ნუ აქ საკვების გარდა აქ შეიძლება ვთქვათ ჩვენ ალკოჰოლიც მივიღოთ, ვთქვათ წამლებიც მივიღოთ, ხო? წამლებიც ასევე ძირითადად ღვიძლი ანეიტრალებს ხოლმე. და გვახსოვდეთ რომ 5 წამალზე მეტი უკვე მიღებული წამალი უკვე საწამლავია და არა წამალი თქვათ ორგანიზმის, იმიტომ რომ ღვიძლს აქვს თავისი რეზერვი და ამ რეზერვის მე ზედმეტ დატვირთვას როცა ღებულობს ხოლმე, რა თქმა უნდა ის ზიანდება, მას უჭირს ხოლმე და ხდება მისი ანთება, თქვათ იქიდან მე გამომდინარეობს ციროზი და გაცხიმოვნება და ასე შემდეგ. ალკოჰოლზედაც იგივე შეიძლება ითქვას, ხო? თუ თქვათ რაც უფრო მეტ დოზას ვღებულობთ ხოლმე ალკოჰოლს, მით უფრო უჭირს ღვიძლს, ანუ ის ყველა სხვა საქმეს ტოვებს გვერდზე, გადაერთვება მხოლოდ ამ ალკოჰოლის მონელებაში, გადამუშავებაში და ის ტოქსინები, რომელსაც ის გვერდზე ტოვებს, ის მე მიდის ტვინში, ორგანიზმს წამლავს და გაქვთ ასეთი მდგომარეობა მეორე დღეს, რასაც ნაბახუსები ქვია, ხო? პახმელია რუსულად. ამიტომ რა თქმა უნდა, თქვენ თვითონ გააკეთეთ აქედან დასკვნები. ღვიძლი ასევე იმუშავებს ნაღველს, ნაღველი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნაღველი შეიცავს ერთად ნაღველმჟავებს და ფერმენტებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ნაღველს ცხიმების გადამუშავებაში. ეს ძირითადად ცხიმების გადამუშავებაში და ნაღველში ასევე არის ის ტოქსინები, რომელიც ღვიძლმა გაანეიტრალა და ტოქსინების სახით ის უკვე მე გამოდის თქვათ ნაწლავში და გამოდის მე განავლის სახით გარეთ. ეს ნაღველი, რომელიც ღვიძლი გამოიმუშავებს, არის ღვიძლის ჩაედინება ღვიძლის საერთო სადინარში. აი აქ გვერდზე ჩვენ ხედავთ, რომ არის აქ პატარა ნაღლის ბუშტი ამ სადინართან მიკრული. ეს ნაღლის ბუშტი რისთვის არის საჭირო, რომ ხან იქ როგორც წესი ნაღველი ინახება ხოლმე, რაღაც ნაღლის რეზერვი ინახება ხოლმე ამ ნაღლის ბუშტში და ვთქვათ ჭამის შემდეგ, როდესაც ჭირდება ბევრი ნაღველი, ვთქვათ საქმის მონელებისთვის, ეს ნაღლის ბუშტიც იკუმშება, ეს ნაღველი გადადის მე საერთო სანაღვლეს სადინარში და უკვე ჩამოდის შემდეგ აი აქ 12 გოჯა ნაწლავში. და ხდება უკვე აქ საკვების მონელება ამ ნახველით. ასევე 12 გოჯა ნაწლავში გარდა ნახველისა, აქ არის მნიშვნელოვანესი ორგანო, კუჭუკანა ჯირკვალი, პანკრეასი. მეორენაირად, რომელიც იმუშავებს პანკრეასის წვენს, კუჭუკანა ჯირკვლის წვენს იმუშავებს, სადაც არის ძალიან ბევრი ფერმენტები, ამილაზა, ლიპაზა და ასე შემდეგ. და ძირითადად პანკრეასის დანიშნულება არის, ეს წვენი ჩამოდის მე 12 გოჯა ნაწლავში და ამუშავებს საკვებს. აქ უკვე გარდა ცხიმებისა მუშავდება ასევე ცილები და ნახშირწყლები, მისი მონელება ხდება პანკრეასის წვენით. პანკრეასს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმით, რომ აქ ინსულინი გამოიმუშავებს პანკრეასი და გლუკაგონი, ეს ჰორმონებსაც გამოიმუშავებს, რომელიც არის შაქრიანი დიაბეტისთვის განვითარებადი
მონელების, ანუ შაქრის მონელებისთვის ძალიან დიდი ფუნქცია აკისრია, ხო? პანკრეასი არის უმნიშვნელოვანესი ორგანო, მაგრამ არის ამის გამო, რომ უმნიშვნელოვანესი და ერთადერთი და განუმეორებელია არის კუჭის უკან, ესე კუჭის უკან და ქვემოთ დამალული, აქ კიდე კუჭის ბადექონის ეფარება ზემოდან, ხანდახან არის რომ ეს განივი კოლინჯი, ხო? ჩვენი განივი მსხვილი ნაწლავიც ეფარება ხოლმე და არის ასეთი კარგად დამალული და დაფარული, ხო, რომ ზედმეტად იქ რა ქვია ტრამვით გამო არ მოხდეს ხოლმე მისი დაზიანება და საერთოდ იყოს აი ესეთი შეფუთული აქვს, უფრთხილდება ორგანიზმი ძალიან ამ ორგანოს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საჭმლის მონელებისთვის და ამიტომ შემდეგ აქ 12 ნაწლავში მონელებული საკვები უკვე გადადის წვრილი ნაწლავში, აქ მლივი ნაწლავი, ხო ეს თეძოს ნაწლავი, სადაც ხდება ხოლმე იქ ზედმეტი რაღაცები შეწოვა, ნივთიერებების შეწოვა ხდება ხოლმე, შემდეგ მსხვილი ნაწლავში ხდება ხოლმე აქ სითხეების შეწოვა და განავლის ფორმირება და გამოდის უკვე მე უკანტაიდან ჩვენი განავა. კვლევას ყველა ჩაგიტარებია თქვა ასე ეგრეთ წოდებული, მუცლის ღრუს ეხოსკოპია, ბევრს გექნება ჩატარებული, როდესაც აი გარეთ წამოწოლილი ხართ და გარედან ეხოსკოპიით თვალიერდება თქვენი მუცლის ღრუ. რა ხდება ხოლმე, რას ვათვალიერებთ მაგ დროს ექიმი რას ათვალიერებს, ხო? ათვალიერებს როგორც წესი რა ორგანოებს ხედავს, ხო? აი ღვიძლი, იმიტომ რომ კარგად ჩანს, ანუ კანთან ახლოს არის ხოლმე და ადვილია მისი დათვალიერება გარედან და სხვადასხვა манипуляციები ჩატარებ თქვა გარედან ეხოსკოპიის დამიზნებით თქვა ბიოპსიის გაკეთება ნემსით ადვილია, იმიტომ რომ ახლოს არის კანთან. ნაღლის ბურთს ხედავთ ასევე ეხოსკოპიის დროს, ღვიძლი, ნაღლის ბურთი თვალიერდება, პანკრეასის თვალიერდება ეხოსკოპიის დროს, აქ არის ელენთა, ეხა აქ არ ჩანს, არ არის დახატული, მაგრამ აქ არის ელენთასაც ვათვალიერებთ. აი აქ უკან არის მსხვილი ნაწლავის უკან თირკმელი ერთი, მარჯვენა თირკმელი, აქ მარცხენა თირკმელი, ქვემოთ შარდის ბურთი და პროსტატა. ძირითადად ამის დათვალიერება ხდება ხოლმე, მაგრამ ხშირად მის ხედავთ ხოლმე თქვა დასკვნაში ასეთ ფრაზას, რომ პანკრეასი დათვალიერება ვერ მოხერხდა, რადგან ეკრანირებულია აირებისგან, ანუ აირებით. ანუ ეს რას ნიშნავს? ასეთი დასკვნა, ხო, რომ კუჭუკანა ჯირკვალი ვერ იქნა ნანახი, ვერ დათვალიერდა, იმიტომ რომ თქვა ეფარება მას აი მსხვილი ნაწლავის მარყუჟი, ხო, აი მსხვილი განივი კოლინჯი ძირითადად იცის ხოლმე აქ გადაფარება და რომელშიც არის აირები მსხვილი ნაწლავში და ვერ ხერხდება მისი ეხოსკოპი, აირები არ ატყებს ეხოს სიგნალს. ხო და ვერ ხერხდება ამ პანკრეასის დათვალიერება ამის გამო. ეს უფრო ჩემი აზრით უფრო არაკომპეტენტურობის და სიზარმაცის ამბავია, იმიტომ რომ პანკრეასის დათვალიერება შეიძლება მაინც მიუხედავად ამისა, იქ სხეულის რაღაც მოძრაობის მდგომარეობის შეცვლა შეიძლება გვერდზე გადაწოლა, თქვათ, აი დაჯდომა და ისე დათვალიერება და ასე შემდეგ. ბევრი ისინი არის ამის მეთოდები, მაგრამ ბევრმა შეიძლება სავარაუდოდ ბევრმა ეხოსკოპისტმა ეს არ იცის და ან თუ იცის ეზარება ხოლმე ამის გაკეთება. ამის გამო არის ის, რომ პანკრეასი სრულყოფილად არ თვალიერდება ხოლმე და როგორც წესი იქ თქვათ სიმსინური წარმონაქმნები, შემდეგ აი გვიან სტადიაში ხდება ხოლმე მისი აღმოჩენა. მესამე-მეოთხე სტადიაში, როცა უკვე ოპერაციაც თქვათ დაგვიანებული არის ხოლმე, უკვე გართულებები არის ხოლმე რა. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი კარგად დათვალიერება კუჭუკანა ჯირკვლის ეხოსკოპიის დროს და საერთოდ ეხოსკოპისტების პატიოსნება, ასე რომ ვთქვათ, პატიოსნობის საკითხი არის. ხომ კარგით, ჩვენ და რაში მდებარეობს ახლა კვლევაზე გადავალ ახლა რაც მინდა დღეს ვისაუბრო, ეს არის ენდოსონოგრაფია, ასე ქვია ამ კვლევას და როგორი კვლევა არის? არის ჩვეულებრივი ზონდი არის, როგორც სხვა ზონდის გადაყლაპა გასტროსკოპი რო ახსენით წინა ვიდეოებში, აი ისევია უბრალოდ მას აქვს აი ეს ეხოსკანერი დამაგრებული თავზე. ხო, ანუ როგორ ხდება ახლა ეს რისთვის არის ეს მოგონილი, რომ შიგნიდან აი ეს ჩვეულებრივ ზონდს ყლავს, რა თქმა უნდა ეს მხოლოდ დაძინებით ხდება ამ კვლევის ჩატარება ინტრავენო ანესთეზიით, თქვენ არაფერს ვერ გაიგებთ. იმიტომ რომ ცოტა მსხვილი თავიც აქვს ამას და მისი გადაყლაპა ასე ფხიზლად რამე არ ხდება. დაძინებით მშვიდად ინტრავენური ანესთეზიით ხდება ამ კვლევის ჩატარება. ჩავდივართ ამ ჩვენი ზონდით ისევე როგორც გასტროსკოპიას ვაკეთებთ, აი პირდაპირ საყლაპავში, კუჭში, თქვათ და უკვე იქიდან ხდება, უკვე კედლიდან ხდება აი ამ ორგანოების დათვალიერება. ძირითადად ეს კვლევა მოგონილია აი ზუსტად აი კუჭუკანა ჯირკვლის დასათვალიერებლად, იმიტომ რომ ასეთი რთული ორგანოა ძალიან დასათვალიერებლად, ხო?
და როგორც ხედავთ აი აქ აი კუჭიდან ხო აი დაგანახოთ აი კუჭიდან ხო ჩავდივართ კუჭიდან და კუჭიდან უკვე ძალიან მცირე მანძილი არის თქვათ კუჭუკანა ჯირკვლამდე ხო ეგ თქვი კუჭის კედელი არის რაღაც 4-5 მმ და ზუსტად ეს მანძილი აშორებს თქვათ აქ პანკრეასიდან მეტი არაფერი მაგრამ მშვენივრად ხდება მისი დათვალიერება და იმ წარმონაქმნით თქვათ რომელიც ეხოსკოპისმა დაინახა იქ რაღაც კითხვის ნიშნებით რომ კარგად მაინც ვერ ხდება მისი დათვალიერება გარედან ხო ეხოსკოპით დაინახა რომ აი აქ რაღაც წარმონაქმნი არის და გაუშვა შემდეგ ეს კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე მიდის შემდეგ პაციენტი რომ კუჭუკანა ჯირკვალი კარგად დათვალიერდეს კომპიუტერულ ტომოგრაფიით კომპიუტერული ტომოგრაფია არის რადიოლოგიური კვლევა, მაგრამ აქ ახასიათებს დასხივება, ხო, რადიოლოგიური, მაგრამ კარგად ჩანს ძალიან პანკრეასი კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე და შეიძლება იქაც კიდევ გაჩნდეს კითხვები, თქვათ, გავრცელებასთან დაკავშირებით, ან სიზარღვებთან ჩაზრდაზე და რაღაც დაკავშირებით და აი ზუსტად ხო მაგ დროს შეიძლება ჩაერთოს აი ეს კვლევა. ამ კვლევით ხდება ანუ შიგნიდან დათვალიერება პანკრეასის, იქ ყველაფერი უკვე კითხვის ნიშნებს პასუხი ესმევა. ასე რომ ვთქვათ, ჩვენ ხედავთ უკვე სად არის ეს რა ზომის არის წარმონაქმნი, სად არის თუ არა სადმე გავრცელება ვთქვათ ახლო ორგანოებში, სისხლძარღვებში ჩაზრდა და ასე შემდეგ და ასევე რაც მთავარია კიდევ რისთვის არის ეს კვლევა, რომ შიგნიდან უსაფრთხოდ აი ხო დავადებთ თავზე რა იმ წარმონაქმნს ან ჩვენ უახლოეს მანძილზე მივდივართ ხო და ეხოსკოპიით ვაკვირდებით ხო და იქ შეიძლება კიდევ ამ ეხოსკოპიის ქვეშ კიდევ აი ნემსი ჩაგვაქვს ხოლმე ნემსი თვითონ იმიდან რა ქვია არხი აქვს სპეციალური საბიოფსიო ამ ჩვენ ენდოსონოგრაფს და აი ნემსს გამოვყოფთ ხოლმე და ნემსით აი ეხოსკოპიის კონტროლით ჩვენ ხედავთ აი ნემსით შეგვიძლია ავიღოთ ბიოფსია აი ამ წარმონაქმნიდან და უკვე დავადგინოთ მისი მორფოლოგიაზე გავუშვათ შემდეგ ეს ბიოფსია და დავადგინოთ მასალა და დავადგინოთ ამ რაობა რის წარმონაქმნი რა წარმონაქმნია ეს ამას ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პაციენტის შემდეგ კურნალობისთვის ტაქტიკის შერჩევისთვის ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა კი ბიოფსია ვთქვათ პანკრეასის გარედანაც ხდება ხოლმე ანუ კანით ვთქვათ ეხოსკოპიითაც შეიძლება მოხდეს ვთქვათ კომპიუტერული ტომოგრაფიის დაკვირვებითაც შეიძლება მოხდეს მაგრამ იქ ნემსი უკვე ივლის ძალიან ბევრ რაღაცას რა ქსოვილებს ივლის და იქ შეიძლება კუჭის გახვრეტაც იყოს საჭირო გარედანაც შიგნიდანაც ხო შეიძლება სისხლძარღვი დაზიანება მოხდეს და ასე შემდეგ ან ცოტა ნაკლებად კონტროლის ქვეშ ხდება ხოლმე ვიდრე პირდაპირ უშუალოდ შიგნიდან ჩავდივართ იქ სისხლძარღვებსაც ვხედავთ იმიტომ რომ დოპლერი აქვს აპარატს და დოპლერი ჩანს სისხლძარღვები თუ რამე არის და მისი გვერდისავლით ხდება ამის ფუნქცია სრულად უსაფრთხოდ სისხლდენის რისკი მინიმალურია და მასალაც საიდანაც გვინდა იქიდან ავიღებთ ანუ არ ხდება ესე რა ქვია შეიძლება იქ გარედან ნეკროში მოხდეთ და საერთოდ მასალა ვერ მივიღოთ და აქ პირიქით ყველაფერი დააზუსტებით, დამიზნებით და იქიდან ხდება როგორც საჭიროა. აი ეს არის ამ კვლევის ძირითადი დანიშნულება. ასევე ბიოფსიის აღება ხდება თქვათ გუმკერდიდან აქ ლიმფური ჯირკვლები შეიძლება იყოს გადიდებული თქვათ ფილტვის კიბოს დროს, სარკოიდოზის დროს, ტუბერკულოზის დროს, ხო, ანუ ლიმფომის დროს შეიძლება იყოს ლიმფური ჯირკვლები გადიდებული. ესენი ყველა როგორც წესი საყლაპავთან ახლოს მდებარეობს და ამიტომ ჩვენ საყლაპავიდან მიგვაქვს ხოლმე ამ ლიმფურ ჯირკვლთან მივდივართ, ხედავთ მას, ავწერთ და ვაკეთებთ ასევე მის ფუნქციებს. და ვიღებთ ბიოფსიას, ხო, მასალას. და ვადგენთ დიაგნოზს, ხო, რატომ არის ეს ლიმფური ჯირკვლები გადიდებული. ასევე მნიშვნელოვანი ეს კვლევა რატომ არის და უნიკალური, ხო, სხვებისგან განსხვავებით. ეს კვლევა ამ კვლევის მიხედვით ჩვენ ხო კურს საყლაპავს კურს და ნაწლავს აქვს შრეები, ანუ 4 შრე, ხო? ლორწოვანი, ლორწქვეშა, კუნთოვანი და სეროზული შრე. ამას კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურიზაციული ტომოგრაფია ვერ ხედავს. და ამიტომ, როდესაც არის თქვა წარმონაქმნი, თქვა კუჭის ლორწოვანის წარმონაქმნია, ხო, კიბო, კუჭის კიბო, თქვა ან საყლაპავის კიბო, ჩვენ შეგვიძლია ენდოსონოგრაფიით, ენდოსონოგრაფია ამას ხედავს, ყველა შრეებს, ხო? შეგვიძლია პირდაპირ დავადოთ ამ წარმონაქმნზე და ვნახოთ, რომელ შრეში არის ეს ჩადის ეს წანაზარდი, ხო? არის ეს ლორწოვანი შრემდე მიდის, თუ კუნთოვანი შრემდე მიდის, თუ სეროზული შრემდე მიდის, ამით ჩვენ სტადიის დადგენა შეგვიძლია და შემდეგ უკვე მიზანმიმართული კურნალობის განსაზღვრა შეგვიძლია, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე იმით, რომ არსებობს ასეთი წარმონაქმნები, რომლებიც არის თქვა ლორწოვანის ქვეშ, ანუ ლორწოვანზე კი არ არის, ანუ ლორწოვანის ქვეშ არის, ლორწქვეშა სივრცედან გამოდის ეს წარმონაქმნი არის, კუნთოვანის შრიდან გამოდის, ან სეროზული შრიდან გამოდის, ხო? ამას
ვერ ხედავს ვერც გასტროსკოპი, ანუ ჩვენ ლორწოვანი გვეფარება და არ ვიცით ეს რასთან გვაქვს საქმე. კომპიუტერული ტომოგრაფიაც ძალიან ბევრ შემთხვევაში ამას ვერ ხედავს, ამიტომ ვიყენებთ ასევე ენდოსონოგრაფიას, ხო? ჩვენ ვხედავთ რომელი შრიდან გამომდინარე რომ წარმონაქმნი რამხელა არის სიდიდე, ზომას საზღვრავთ, არის თუ არა სიძარღვებით მომარაგება მისი, რა ის არის, რა ქვია, რა სტრუქტურის არის თუ არა სადმე ჩაზრდა, ყველაფერს ხედავთ და ვადგენთ დიაგნოზს თუ თქვათ რამე საკითხები გვაქვს და თქვა ონკოლოგიაზე გვაქვს ეჭვი, შემდეგ უკვე ბიოპსიასაც ვაკეთებთ ხოლმე და უკვე ვადგენთ ზუსტ დიაგნოზს. ამიტომ ძირითადად ამაში გამოიყენება ხოლმე ეს კვლევები, თუ რამე ბიოპსია ბიოპსიისთვის რა, ეს ენდოსონოგრაფია, მაგრამ არის კიდევ მაგას აქვს კიდე გამოყენება მედიცინაში კიდე სხვადასხვა რამის ჩარევებისთვის, უკვე ოპერაციებისთვის, შიგნიდან მინიინვაზიური ჩარევებისთვის, თქვა პანკრეასის კრისტის დრენირება, იქ ხოლედოხის დრენირება, იქ რა ქვია, ანასტომოზების ფორმირება შიგნიდან. ანუ ბევრი ისენი აქვს რაღაც ფუნქციები, რასაც შეიძლება იქნეს კიდე გამოყენებული. მოკლედ ასეთი კვლევა არის, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ანუ პანკრეასზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ მისთვის არის პანკრეასის დაავადებისთვის არის როგორც ოქროს სტანდარტი მიჩნეული უკვე ეს კვლევა, ანუ კატეზე ბევრად უკეთესი არის და პანკრეასის კიბოკი ისეთი დაავადება, ანუ არ არის ახლა ძალიან გავრცელებული არ არის, ვერ ვიტყოდი თქვათ მე-9 ადგილზე არ მსოფლიოში, ხო, სხვა კიბოებს შორის, მაგრამ დიაგნოსტირდება ძალიან შორეულ სტადიაში, ანუ მე-3-4 სტადიაში ხდება ხოლმე მისი დიაგნოსტირება და უცა უკვე დაგვიანებულია მისზე ოპერაციული ჩარევები და მკურნალობა, ხო? და ამიტომ სიკვდილიანობა თქვათ 5 წლის იმაში, ანუ 10% არის რა, 10% შემთხვევა 10% ადამიანს აქვს მისგან გადარჩენის შანსი, თქვათ 5 წელი სიცოცხლის შანსი, თქვათ ამ დაავადებას თუ დიაგნოსტირებენ, ხო? ამიტომ არის ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი, თქვათ, გარედან ეხოსკოპიის ნორმალურად გაკეთება და შემდეგ უკვე ეს კვლევა, რა თქმა უნდა, რომ დიაგნოზის სრული დადგენისთვის. მოკლედ ეს არის რის თქმაც მინდოდა დღევანდელი ამ კვლევაზე, მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრი დიდი თემა არის და ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ. ნახვამ მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის ძირაფაშა ხო, ჩამთ.